გადაცემის სპონსორია საკონდიტრო კომპანია სანდომი. საქანელა სპონსორია სადღესასწაულო ცენტრი ლაიქ. დაბადების დღე გაქვს? მოდი ლაიქში. აუ, რა მაგროვარ თუმით? კი, ძალიან. თან ხო იცი, ვერასოდეს მაჯობებ. ნახოთ, წავედით. ხო, წამოვა, ნახოთ, როგორი მაგარი ხარ. აუ, კაი რა, რატომ მომსდევ? ეგრე ხომ წავაგებ? ხომ გითხარი რომ მოგიგებ? აი, ხახედავ, კიდევ მოგიგე. აუ, რა გინდა? სულ შენ როგორ მიგებ? ხომ გითხარი რომ მოგიგე? აუ შენ რა მომიგე? მოგიგე. აბა, რა გეგონა რომ მიგებდი? მამა ჩემი მოვიყვანე დასახმარებლად. აუ, ლუკა, ბოდიში რა, დამაგვიანდა. არა უშოსალი. აი ეს ყვავილები შენ. მადლობა. პიცა მაგ შეკვეთილი და ხო შეჭამ. კი, სიამოვნებით. ვა, ლუკა, სალი, თქვენც აქ ხართ? შემოგიერთდებით რა. ეს ყვავილები შენ მიართვი? პაემანი გაქვთ? მაშინ ორმაგი პაემანი გვექნება. წვენს დალევთ? არა, მადლობა. ვა, ლუკა, სალი. როგორ ხართ? კარგად. რა კარგია რომ გნახეთ. მათე, ჩვენც აქ დავჭდეთ. აბა რა ვჭამოთ? აუ, რა მაგარია ერთმანეთს. ჩვენი გოგო. ნეტა რას გვიმზადე? როგორ დასქრიალებს? ამგენს. გაიზარდა უკვე ჩვენი ლიზი და თვითონ გვიკეთებს საჭმელს, გენაცვალოს დედა. თან რაღაც განსაკუთრებული რეცეპტით. როგორც თვითონ აღნიშნა. აბა ვნახოთ. აბა გასინჯი, ჩემი განსაკუთრებული იტალიური პასტა. არომატი აქვს. ქართული კერძები უკვე შეისწავლა და ეხლა იტალიურზე გადახვედი ხომ? ხოდე, იტალიური პასტა ძალიან მაგარია. აბა ვნახოთ. ახლა ვეკეთვი, როგორიც არის. ისე მართლა რა კარგი სუნი აქვს ხო? ჭამეთ, ამის მე ავასაც მოგიდუღებთ.
სიამოვნებით დავლევ ყავას, აი სანდომის სენდვიჩთან ერთად. ყავაც ალბათ განსაკუთრებული რეცეპტით იქნება, რა? აფარა. ნო, ეს რაღაც. მართლა რა არომატულია. ასნელი გემოხს რა. უცხო. ისე გემოაქვს. გემრიელია. გემრიელია. მამა. რაღაც უცხო ინგრედიენტები ალბათ გამოიყენე, ხო? ეგ საიდუმლოა. ჩვენი პატარა კულინარი. ნეი. მაინც ვერ გავიგერისი გემოაქვს. ძალიან გემრიელია. ხაცა. მოდი შემოგვიერთდი ლიზის გაკეთებული იტალიური პასტა ვჭამოთ. არა, დედა, რა დროს ჭამას სკოლაში მაგვიანდება და კბილის პასტა ვერ სადურენახე და ხომ არ იცი სად არის. მეჩქარება. კბილის პასტა ვერ ნახე? ვერა. ხომ გითხარით განსხვავებული იტალიური პასტა? ახლა ყავასაც მოგიმზადებთ. მამა, არა, ესეც საკმარისია. ვინმე ჩემი კულინარი, ესეც საკმარისია, მამა.